წარმოიდგინე, რომ დგახარ საშინლად არეულ, აი სრულად ქაოტურ ოთახში, ყველგან ნივთები ყრია, ფეხის დასადგამი ადგილი უბრალოდ არ არის. კი, ალბათ ყველას მქონია ეგ მომენტი ცხოვრებაში. ხო, მაგრამ აი ახლა წარმოიდგინე, რომ უცებ გადაწყვეტ ეს ოთახი არა უბრალოდ მიალაგო, არამედ რაღაც სრულად ახალი უნივერსალური სისტემა შექმნა. ანუ დაახარისხო ყველაფერი ფერის, ზომის, დანიშნულების მიხედვით. ოღონდ იცი რა, მოდი ეგ მასშტაბი კიდევ უფრო გავზარდოთ. დაუშვათ, რომ ეს ოთახი არის არა ფიზიკური სივრცე, არამედ პირდაპირ მთელი სამყარო. ზუსტად. ანუ ადამიანის ცოდნა, ბუნება, ვარსკვლავები, პოლიტიკა, ყველაფერი ერთად. აი ზუსტად ამ გიჟურ გამოწვევას შეეჭიდა ადამიანი, რომელსაც დღეს ჩვენს სიღრმისეულ კვლევაში ვისაუბრებთ. ჩვენი თემა არისტოტელე. და მინდა რომ შენ, ვინც ახლა გვისმენ, დაივიწყო ის მტვრიანი ბიუსტი სკოლის წიგნებში რო გინახავს. ხო, ეგ ბიუსტები ყოველთვის მოსაწყენს ხდის ისტორიას. ნამდვილად. ჩვენ უნდა ვისაუბროთ კლასიკური პერიოდის ნამდვილ უნივერსალურ ადამიანზე, რომელმაც ფაქტობრივად შექმნა ის ინტელექტუალური ლექსიკონი, რომლითაც მე და შენ დღესაც ვსარგებლობთ. და ამისთვის მართლაც საოცარი წყაროები გვაქვს დღეს. აქ გვაქვს მისი ბიოგრაფია, ფილოსოფიური ტრაქტატები, კონკრეტული მეცნიერული დაკვირვებები და აი ეს ნაწილი განსაკუთრებით მიყვარს ის დაუჯერებელი ისტორია, თუ როგორ მოაღწია მისმა ტექსტებმა საერთოდ ჩვენამდე. კი, ეგ ცალკე დეტექტივია, რომელსაც აუცილებლად მივალთ. ხო, ჩვენი მიზანი ხომ მარტო იმის ჩამოთვლა არაა, თუ რა თქვა მან. ჩვენ უნდა გავიღოთ, რატომ ფიქრობდა ასე. როგორ მოახერხა ერთმა კაცმა გამხდარიყო ლოგიკის, ბიოლოგიის, პოლიტოლოგიის და მეტეოროლოგიის მამა. მშრალი თეორიების მიღმა ყოველთვის ცოცხალი ადამიანი დგას. და იცი რა, მადი მისი პიროვნებით დავიწყოთ. კი ბატონო. წყაროების მიხედვით დაიბადა ძველი წელთაღრიცხვით 384 წელს სტაგირაში. მამამისი ნიკო მაქე, ექიმი იყო, მეფისკარის ექიმი თუ არ ჩდები. ვიდა ათენში, პლატონის აკადემიაში და წარმოიდგინე 20 წელი დარჩა იქ. და მე სულ ფიქრობდი, პლატონი ხომ აბსტრაქტულ რაღაც იდეების სამყაროში დაფრინავდა, არისტოტელე კი სულ მიწაზე იდგა. ეს მამის სამედიცინო ფონი ხომ არ იყო ამის მიზეზი? ეგ ნამდვილად გადამწყვეტი ფაქტორია. აი, რაფაელის ცნობილი ფრესკა ათენის სკოლა, რო გავიხსენოთ. კი, პლატონი თითით ცისკენ რომ უჩვენებს. ზუსტად, ცისკენ, ანუ იდეალებისკენ. არისტოტელეს კი ხელი მიწისკენ აქვს გაშვერილი. მამამისი ექიმთა საგვარეულოს ეკუთვნოდა და მაშინ მედიცინა წიგნებით არ ისწავლებოდა, პრაქტიკით გადაეცემოდა. ასე რომ არისტოტელეს ეგ ემპირიზმი, ბუნების ხელით შეხების და გაკვეთის სურვილი პირდაპირ ბავშვობიდან მოდის. მაგრამ პლატონთან ხომ მაინც რაღაც მეამბოხე თინეიჯერივით იყო? გარკვეულწილად კი. პლატონი ამბობდა ხოლმე, არისტოტელემ კრავს მე როგორც კვიცი თავის დედასო, მაგრამ მაინც უდიდეს პატივს სცემდნენ ერთმანეთს. მოგვიანებით უკვე აკადემიის მერე ის ალექსანდრე მაკედონელის მასწავლებელი ხდება მიეზაში. აი მანდ ერთი საოცარი დეტალი ამოვიკითხე წყაროებში. მან ალექსანდრეს ჰომეროსი ისე შეაყვარა, რომ ეგ დიდი დამპყრობელი ლაშქრობებში ილიადას ხანჯალთან ერთად ბალიშის ქვეშ ინახავდა. წარმოგიდგენია, რამხელა გავლენა ქონდა მის სიტყვას. თუმცა მარტო სიტყვაზე არ იყო, ძალიან პრაგმატული კაციც იყო. ალექსანდრე, რომ გარდაიცვალა და ათენში მაკედონელების სიძულულმა იფეთქა. საფრთხე დაემუქრა არა? კი, და სოკრატესავით არ მოქცეულა. სოკრატე ხომ დარჩა და საწამლავი დალია. არისტოტელემ თქვა, ათენელებს მეორედ არ შევაწოდებ ფილოსოფიის წინაშეო. ჩაალაგა ბარგი და უბრალოდ გაიქცა. როგორც გავიგე, უყვარდა მდიდრულად ჩაცმა, ბეჭდებს იკეთებდა, მეტყველების დეფექტიც ჰქონდა, თურმე მსუბუქად ენას იბორძიკებდა. ხო, ეგეც საინტერესო დეტალია მის პორტრეტში. და ის ძილის ჩვევა, ეგ ხო საერთოდ ფანატიზმია. ბრინჯაოს ბურთის ისტორია. კი? აბა მოყევი ეგ, მსმენელისთვის ძალიან საინტერესო იქნება. მოკლედ, არისტოტელეს ისე უნდოდა დროის მაქსიმალურად გამოყენება, რომ ბევრი ძილი ენანებოდა. დასაძინებლად რომ დაწვებოდა, ხელში ბრინჯაოს ბურთს იჭერდა და საწოლის გვერდით სპილენძის თასს იდგამდა. და როგორც კი ჩაეძინებოდა, როგორც კი ღრმა ძილში გადავიდოდა, კუნთები უდუნდებოდა, ბურთი უვარდებოდა, თასს ეცემოდა და ეს ხმაური ეგრევე აღვიძებდა. ეს კაცი მუდმივად გრძნობდა დროის დეფიციტს, იმიტომ რომ მთელი სამყაროს კატალოგიზაცია უნდოდა. და ზუსტად ეგ კატალოგიზაცია მისი მთავარი მემკვიდრეობა.
მოდი გადავიდეთ იმაზე, თუ როგორ აშენებდა ამ სისტემას. მახომ დაყო მეცნიერებები თეორიულ, პრაქტიკულ და შემოქმედებით დარგებად. კი, ლოგიკაც მან შექმნა, ფორმალური ლოგიკა. ხო, ის ცნობილი სილოგიზმები. მაგრამ ჩემთვის წყაროებში ყველაზე საინტერესო იყო 4 მიზეზის ცნება. აი ეგ არის მისი აზროვნების გასაღები. მისთვის რამის შეცნობა ნიშნავდა იმის გაგებას თუ რატომ არსებობს ის. მე სახლის აშენების ანალოგიут გავიგე ეგ ყველაზე კარგად. და მოდი მსმენელსაც ასე აუხსნათ. დავუშვათ ვაშენებთ სახლს. პირველი არის მატერიალური მიზეზი, ანუ რისგან შედგება სახლი, აგური, ხე და ასე შემდეგ. მერე მოდის ფორმალური მიზეზი. ხო, ანუ არქიტექტორის ნახაზი, რა ფორმას იღებს ეს აგურები. მესამეა მამოძრავებელი მიზეზი, ვინ აშენებს, მშენებელი. და მეოთხე, მიზნობრივი მიზეზი. ზუსტად, რატომ ვაშენებთ? იმიტომ რომ თავშესაფარი გქონდეს. და მაინტერესებს ეს ხელოვნურ ნივთებზე გასაგებია, მაგრამ ბუნებაში როგორ გადახონდა ეს ლოგიკა. აი მაგაშია მისი გენიალურობა. აიღე რკოს თესლი. მატერია არის ის ორგანული ნივთიერებები. ფორმა არის მუხის იდეა, რომელიც შიგნითაა კოდირებული. მამოძრავებელი არის მზე და წყალი, რომელიც ზრდის. და მიზნობრივი. მიზნობრივი მიზეზი არის ის, რომ ის უნდა გახდეს სრულფასოვანი მუხის ხე. ბუნებაში შემთხვევით არაფერი ხდება. ამას ტელეოლოგია ქვია. მოიცა, ანუ აქ შემოდის ის რთული ცნება, აქტი და პოტენცია, რომ წავიკითხეთ წყაროებში. რკოში არის მუხის პოტენცია. ზუსტად. ის შეიძლება გახდეს ხე და როცა იზრდება, ეგ უკვე აქტია. მანამდე ფილოსოფოსები ამბობდნენ, რომ ცვლილება არ არსებობსო, მაგრამ არისტოტელემ ახსნა ცვლილება პოტენციიდან აქტუალურში გადასვლა. ვაუ, ეს მართლა ელეგანტური ლოგიკაა. და ეს ხომ პირდაპირ კოსმოლოგიამდე მიდის. თუ ყველაფერი მოძრაობს, რაღაცამ ხომ უნდა მისცეს ბიძგი. კი. მისთვის დედამიწა ცენტრში იყო. თუმცა იცოდა, რომ სფეროა. მთვარის დაბნელებას დააკვირდა და მიხვდა, მაგრამ სამყარო ხომ ორად დაყო. მთვარის ქვეშა, სადაც ჩვენ ვართ და ყველაფერი ქაოტურია, და მთვარის ზედა. მთვარის ზედა, სადაც ეთერია მეხუთე სრულყოფილი ელემენტი. და აქ სვამს ის მთავარ კითხვას. რა მოძრავებს ამ ვარსკვლავებს? სადღაც ხო უნდა დასრულდეს ეს ჯაჭვი? და აქ შემოდის უძრავი მამოძრავებელი. პირველ მიზეზი. რაღაც, რაც თვითონ არ მოძრაობს, მაგრამ სხვას იზიდავს. ზუსტად. ეს ხომ პირდაპირ ის იდეა ამერე შუა საუკუნეებში ღმერთის დასამტკიცებლად რომ გამოიყენეს. თუმცა, მოდი კოსმოსიდან ისევ მიწაზე ჩამოვიდეთ. მისი ბიოლოგია არანაკლებ საინტერესოა. როგორ ხსნიდა ბუნებას? ბიოლოგიაში ის მართლა პიონერი იყო. 540-მდე ცხოველი შეიტანა კატალოგში. დაფიქრდი, როგორ დააჯგუფა, ვისაც სისხლი აქვს და ვისაც არა. დღევანდელი ხერხემლიანები და უხერხემლოები, ანუ 50-მდე თავის ხელით გაკვეთა თურმე. კი. და ამტკიცებდა, რომ ბუნება ტყუილად არაფერს აკეთებს. რქები ან ეშვები გადარჩენისთვისაა. მან შექმნა ყოფის დიადი ჯაჭვი. ლათინურად სკალა ნატურაე. სადაც ქვემოთ მცენარეებია, მერე ცხოველები და ზემოთ ადამიანი, არა? ხო, და ეს იერარქია სულის გამოა. აი ენტელექტია. ეგ ტერმინი უნდა ავხსნათ. მე რომ წავიკითხე რაღაც მისტიკური მომეჩვენა. სული არის სხეულის ენტელექტიაო. არა და საერთოდ არაა მისტიკური. მოდი თანამედროვე მაგალითი მოვიყვანოთ. წარმოიდგინე ტელეფონი. სხეული არის აპარატურა, ეკრანი, ელემენტი. მაგრამ ოპერაციული სისტემის გარეშე არ იმუშავებს. ზუსტად. სული არისტოტელესთვის არის ეგ ოპერაციული სისტემა, რომელიც სხეულს ამუშავებს. სამი სახისაა: მცენარეული, გრძნობიერი ცხოველებისთვის და გონიერი მხოლოდ ჩვენთვის, ადამიანებისთვის. ძალიან პრაქტიკულია, მაგრამ იცი რა თვალში მომხვდა წყაროებში. კაცმა, რომელმაც 50 ცხოველი გაკვეთა, სრული სერიოზულობით ამტკიცებდა, რომ გონიერი სული გულში იყო. ხო, ეგ ცოტა სასაცილოა დღეს. თვინი უბრალოდ სისხლის გასაგრიებელი რადიატორი ეგონა. როგორ გამოეპარა ბიოლოგიის მამას ტვინის ფუნქცია? ეგვიპტელების გავლენა იყო ეგ. მუმიფიცირებისას ეგვიპტელები ტვინს ცხვირიდან იღებდნენ და აგდებდნენ, გულს კი ტოვებდნენ. არისტოტელემ დაინახა, რომ გული თბილია, მოძრაობს, ემოციებზე რეაგირებს, ტვინი კი ცივია. ხო, ლოგიკური შეცდომა დაუშვა ფიზიკურ დაკვირვებაში, მაგრამ მაინც პირველმა გამიჯნა გრძნობა და აზროვნება. ნამდვილად ეგრეა. და თუ გონიერი სული გვაქვს, მაშინ იბადება კითხვა,
როგორ ვიცხოვროთ? ეთიკა და პოლიტიკა შემოდის აქ. მიზანი ხო ევდაიმონია იყო? ევდაიმონია, ანუ აყვავება სრულფასოვანი ცხოვრება. და ამისთვის გჭირდება ოქროს შუალედი. სათნოება ორ უკიდურესობას შორისაო. აი, სიმამაცე, ხომ სილაჩრესა და უგუნურ რისკს შორისა. კი, ან ყოველდღიურ ცხოვრებაში იუმორი რო ავიღოთ. მოსაწყენი რო ხარ, ცუდია, მაგრამ მასხარა რო ხარ და ყველაფერზე იცინեղეთ, ცუდია. შუალედი מחვილგონიერებაა. ზუსტად. და რადგან გონიერები ვართ, სხვა ადამიანები გჭირდება ამის გამოსავლენად. ადამიანი არის პოლიტიკური ცხოველი. ანუ საზოგადოებრივი არსება. ხო, პოლისის, ანუ საზოგადოების გარეთ ადამიანი ან მხეცია, ან ღმერთი. და ამიტომ სამხელწიფო ინდივიდზე წინ დგას მისთვის. სხვათა შორის პლატონს ეწინააღმდეგებოდა კერძო საკუთრებაზე. პლატონს ხო კომუნიზმი უნდოდა ელიტისთვის. არისტოტელემ თქვა, რაც ყველასია, მასზე არავინ ზრუნავსო. ძალიან კარგად ესმოდა ადამიანის ბუნება ამ მხრივ. კი, მაგრამ აი აქ ერთი რამ უნდა აღვნიშნოთ. წყაროებიდან ყოველგვარი შეფასების გარეშე. ჩვენი მიზანი არც გამართლება, არც კრიტიკა. უბრალოდ ვკითხულობთ იმას, რაც წერია. არისტოტელე ამბობდა, რომ ზოგიერთი ადამიანი ბუნებით მონაა. კი, და ქალებსაც ბუნებით მამაკაცებზე დაბლა აყენებდა. ანუ, მან თავისი ბიოლოგიური კიბე პირდაპირ საზოგადოებაზე გადმოიტანა, ხომ? ზუსტად ეგრეა. რადგან ბუნებაში იერარქია დაინახა, ჩათვალა, რომ საზოგადოებაშიც ეგრე უნდა ყოფილიყო. მისთვის პოლიტიკის მიზანი მორალური საზოგადოების შექმნა იყო, მაგრამ სრულფასოვან წევრებად მარტო თავისუფალ ბერძენ მამაკაცებს არ იქვამდა. თავისი ეპოქის შვილი იყო, მოკლედ. სახელმწიფოს მართვას რაც შეეხება, იქაც ოქროს შუალედი მოსწონდა. საშუალო ფენა უნდა მართავდესო. იმიტომ რომ დიდრები ქედმაღლები არიან, ღარიბები შურიანები. ზომაც შუალედური უნდა ქონდეს სახელმწიფოს. ძალიან დიდს ვერ მართავ, პატარა თავს ვერ დაიცავს. ძალიან ანალიტიკური მიდგომაა ყველაფერში. მაგრამ იცი რა არის ჩემთვის ყველაზე დაუჯერებელი? ეს ამხელა ინტელექტუალური შენობა რომ ააგო, ლამის სრულად დაიკარგა. ეგ მართლა საოცარი ისტორია. პირდაპირ ინდიანა ჯონსის სტილის თავგადასავალია. აბა მოვყვეთ, როგორ მოაღწია ტექსტებმა ჩვენამდე. არისტოტელემ ხომ დაარსა ლიკეუმი ათენში. მის მოსწავლეებს პერიპატეტიკოსებს, ანუ მოსეირნეებს ეძახდნენ. კი, მოძრაობა ეხმარებოდათ ფიქრში. ეს არ იყო სტატიკური ლექცია. მაგრამ რაც ჩვენამდე მოვიდა, ხომ მხოლოდ მესამედია. და თან ეგენი წიგნებიც არ ყოფილა. არა, ეგ იყო ფაქტობრივად ლექციის კონსპექტები. და როგორ გადარჩა? მოკლედ, მისი სიკვდილის მერე ტექსტები მის მოსწავლეს თეოფრასტეს დარჩა. მერე ვიღაც ნელიუს. და მერე იწყება მთავარი დრამა. ხო, ნელიუსის მემკვიდრეება პერგამონის მეფეების სიხარბისგან რომ გადაერჩინათ, ეს უძვირფასესი ხელნაწერები სარდაფში ჩაკეტეს. მოიცა, მართლა, ნესტიან სარდაფში. კი, 10 წლეულების განმავლობაში ნესტი და ობი ჭამდა ამ ფურცლებს. მერე ერთმა მდიდარმა კაცმა აპელიკონმა იყიდა, მერე რომის დიქტატორმა სულამ ნადავლად წაიღო რომში. და ბოლოს პირველ საუკუნეში ანდრონიკე როდოსელმა შეკრიბა და გამოსცა. წარმოგიდგენია, მთელი დასავლური ფილოსოფიის საფუძველი სარდაფში გადარჩენილი ობით შეჭმული კონსპექტებია. ზუსტად მაგიტომა ასეთი რთული წასაკითხი. პლატონის პოეტული დიალოგებისგან განსხვავებით, არისტოტელეს ტექსტები მშრალია, წყლეტილი. ჩვენ გენიოსის შავ-თეთრ სამუშაო რვეულებს ვკითხულობთ. მაგრამ მაინც ამ კონსპექტებმა შეცვალა მსოფლიო. არაბი მეცნიერები მას პირველ მასწავლებელს ეძახდნენ, შუა საუკუნეებში კი უბრალოდ ფილოსოფოსს. სახელიც აღარ ჭირდებოდა. წარმოუდგენელია. დროა შევაჯამოთ ჩვენი დღევანდელი საუბარი. ანუ რა მივიღეთ? არისტოტელემ არა მარტო გაანალიზა სამყარო, მან პირდაპირ მოგცა ინსტრუმენტები ამისთვის. ლოგიკა, კატეგორიები. მან შემოაბიჯა იმ ქაოტურ ოთახში, თავიდან რომ ვახსენეთ და თქვა, რომ აქ ყველაფერს თავისი კანონზომიერება აქვს. ნამდვილად. მე კი მინდა ჩვენს მსმენელს ერთი დამაფიქრებელი აზრი დაუტოვო ბოლოსთვის. ჩვენ დღეს ბევრი ვისაუბრეთ იმაზე, რომ არისტოტელე ცდებოდა ტვინზე, დედამიწის ცენტრალურობაზე. კი, ბევრი შეცდომა ქონდა. მაგრამ პარადოქსი იმაშია, რომ სწორედ არისტოტელესი მიერ შემოტანილმა დაკვირვებისა და ლოგიკური ანალიზის მეთოდმა მისცა მომავალ თაობებს ძალა, რომ თავად მისი შეცდომები დაემტკიცებინათ. მან გვასწავლა არა ის, თუ რა უნდა ვიფიქროთ, არამედ როგორ ვიფიქროთ. ასე რომ შენ,
ვინც გვისმენ, დაფიქრდი, შენს ყოველდღიურ ცხოვრებაში რას იღებ როგორც უდავო ჭეშმარიტებას, რისი გადამოწმებაც ნამდვილად ღირს? ვაუ, მართლაც ფანტასტიკური კითხვა. ამ ფიქრებით დაგვტოვებთ დღეს. იმედი მაქვს წარსულში ეს მოგზაურობა დაგეხმარებათ აწმყოს უფრო სტრუქტურირებულად და კრიტიკულად აღქმაში. უღრმესი მადლობა ყურადღებისთვის და იმისთვის, რომ ჩვენთან ერთად ჩაყვინთეთ ამ საოცარ წყაროებში. გისურვებთ ახალი აღმოჩენებით სავსე დღეს.